ვიყავდი კატმანდუში. Როგორი საინტერესო კომუნიკაციები აქვთ ამათ. ან რას იგებენ ვისაშია ვერ გაიგებ. ეს უბანი არის ტამელი და ტურისტული უბანი არის. Salamasia. ზრობო საერთოდ საშინელი არის. ხალხი, მოპედები, სულ ერთმანეთში არეული. ვიღაცა რო გამიტანოს, ახლა არ გამიკვირდება. ეს რაღაცა მოიტანეს. მგონი კაი იქნება ნახოთ. და ჩაი ძალიან გემრიელი იყო. აი ეგ ვაკხანალია. აი ამათ უყურს სიგნალები ძალიან. ვაუ. მგონი აი იქნება მე. ახლა გავდივარ იუნესკოს დაცულ ღირსშესანიშნაობაზე. არა იმდენი ოფცია არის რომ არ ვიცი წავიდე. ვაჰ, ბიჭო. მილიონი ხალხია. რაღაც თავისებური არქიტექტურა, არაფერს არ გავს. ახლა ყველა სიძველის რაღაცებია. ველო ტაქსი ხო ძალიან მაგარი რაღაცა. ნუ ფასო გასართობია რა. თან просто რაფათ მიდიხარ ბევრად ვიდრე შუალებრივი ტაქსი. ამის მერე იწუწუნეთ თბილისში როგორ გადიან ენა. საჯვარედი ის არ არის, ვისაც როგორ უნდა ისე დადიან რა. მენა ვისაც როგორ უნდა ისე დადიან. ჩამო. არა საინტერესოა რომ ეს ქაოსი შერწყმული არის ძველ ტრადიციულ ნაგებობებთან, ბუდას სტატუებთან. აძარში შევიდე თუ წინ მოედანზე უნდა გავიდე. მოედანი არის იუნესკოს საიტი. ჯგუფური გამოჭრილია ყველაფერი ხისგან. ძალიან ლამაზია. როგორი დეტალებია. ეს რა ლამაზად გამოჭრილია. მადოდან გავფრინდეთ ლუკლაში. და აქედან მე მგონია ესე ტენგბოჩეში, წაი ნამჩეში უნდა წავიდეთ. ალბათ აქ და ესე ჩამოვიდეთ ლუკლაში. მოგეთ რაღაცა ესე წრეს ვაგებთ. ლადაკ ვერ მივიდივართ. ევერესტამდე. აი ეს ჩინეთის საზღვარზეა ყველაფერი. ევერესტი, მაკალუ. ეს მეორე დღე არის კატმანდუში და დღეს მოვედი ეგრეთ წოდებულ მაიმუნების სასახლეში. ესეც სხვადასხვა არის იუნესკოს საიტი. ეს საოცარი რაღაცეები. რა საყვარელია ჩე. ძალიან გემრიელი არ არის ეს კოკოსი, მაგრამ ელექტროლიტებით სავსე არის გასული.
დაბალი განაშენიანებაა ყველგან. რამოდენიმე მარტო მაღალი სახლი დგას. დანარჩენი ყველა პატარა არის. 3-4 სართული. ალბათ მიწის თემაც არის. ძალიან საშიშია აქ. სავსეა ნაგავით. სუნიცესტი ნაგვის აქვს. ეს მოსალოდნელი არის ღარიბ ქვეყანებში, მაგრამ ყველგან ბევრი ნაგავია. სხვადასხვა ლოცვებია. მომწონს ესეთი არქიტექტურა ტაძრების. თქვა ისეთი ეპიკური ვერ არის, როგორც კათოლიკებს აქვთ. მაგრამ მაინც ეს ლამაზი პარკები აქვთ რამდენიმე ნეპალში. კი არა და კათმანდუში. ზოგში მაიმუნებიც არის. აი მაიმუნი, აი ქვემოთაც ზის. აქეთ მიდის უკვე მაიმუნების სექცია. და როგორ მომწონს რომ ესეთი ქალაქში პატარა კუნძულებივით არის, სულ მწვანე, სულ გამწვანება არის. რაღაცა ცოტა ხაერი მაინც აქვთ აქ. მათხოვრობენ ფულს. ფულს კი არ არაფერია საჭმელს. სხვა გზა არის, აბა, რა გააკეთოს. მიკვირს ძაღლები არ უტრაკებენ მაიმუნებს. ფაქტობრივად ერთ-ერთი იგივე კვების წყარო აქვთ, მაგრამ ეს ამას არ იჩხუბება. მე მგონი ძაღლი უფრო ძლიერია ვიდრე მაიმუნი. მაიმუნი უფრო ჩათლახია და გაქცევა შეუძლია, მაგრამ მე მგონი მაინც ძაღლი აჯობებს. აუ ესენი როგორ მომწონს. აქ ლოცვა წერია და რო ქარი რო აფრიალებს, ლოცვა იკითხება. თვითონ. ნუ ყოველ შემთხვევაში ესთეტიურად ძალიან ლამაზია. ჩემი ფავორიტი ადგილია მაინც. ალბათ იმ ორიდან რაც ნახე, ალბათ ეს უფრო მომეწონა, იმიტომ რომ ეს მართლა დგას მთაზე და ძალიან ლამაზი ხედი იშლება. აი საინტერესოა შიგნით რა არის რამე საერთოდ თუ არა. უბრალოდ სარიელი არის. კი ბატონო, წერა დავარტყი და ნამდვილად არ აქვს შესასვლელი ამ ადგილს. ესე იგი შიგნიდან არაფერი არ არის, უბრალოდ გარედან არის ტაძარი. ახლა მოვედი ბაშუპატი ტაძარში. და ამ ტაძარში წვავენ უკვე ხალხს. ნუ მიცვალებულებს. ეს მაიმუნები ვირთხებივით არიან რა ფაქტიურად. ყველგან სადაც გამწვანებაა, ყველგან მაიმუნები არის. მე მგონი აქეთ არის. Sometimes it takes time. This is all the family, relatives, close friends. It's like one dead body burned 3-4 hours. ეს როგორი განსხვავებული ადგილია. აქ უკვე შემოწირულობასაც აკეთებენ, ხალხსაც წვავენ. ძალიან სხვანაირი ადგილია. Before the burning, we prepare some dead body. The person died just some hour ago, and this is the preparing by family, purification. Most of Nepali, we burning without any wearing clothes, because we come naked, we go back to the naked. We don't bring nothing, we don't take back nothing.
Krishna. Krishna, that's a good one. Krishna. That's interesting video. ეს არის პატაო დურბარ მოედანი. პატაო დურბარ სკვერი და სულ სხვანაირია ვიდრე კათმანდუს დურბარ სკვერი. მგონია უფრო მომწონს ვიდრე ის. ეს უფრო პატარაა ბევრად, მაგრამ ეს UNESCO საიტია. ეს ხის გამოჭრილი რაღაცეები. ეს პატარა კარებები აქვთ. მეტრნახევარი ჯამში ალბათ. და ზოგადად ნეპალელები ძალიან დაბლები არიან. ლამაზად გამოჭრილია ეს ყველაფერი. ეს წყალი მე მგონი შეღებილია. არ მგონი ეს ფერი კონდეს. ჭუჭკენ წყალს. ორი გამჭოლია ყველაფერი. და ძალიან პატარა ოთახებია. ძალიან პატარა. კათმანდუმ ბევრად გადააჭარბა ჩემს მოლოდინს. ქალაქი, რომელიც სულ მოძრაობს. გემრიელესი კერძებით და არომატით. ქალაქი, სავსე ისტორიით და რაც ყველაზე მთავარია, უმაგრესი ხალხით. კათმანდუ, საოცარი ქალაქი, სადაც კვლავ უნდა დაბრუნდე.